გახსენებათ, რომ ვიმყოფებით ასტროლოგიურად დაბნელების კორიდორში. ეს რა თქმა უნდა იწვევს სირთულეებს, ცნობილ სიზმრებს, ამა თუ იმ საკითხებში პრობლემებს. მე მაგალითად ბოლო პერიოდია ყველაზე ხშირად, რასაც ტაროლოგიურ კონსულტაციაზე კლიენტებისგან ვისმენ, ეს არის პრობლემები ურთიერთობებში და სიზმრები. მოდი ხო ნახოთ ეს ერთი კვირა. როგორ განვითარდება მოვლენები, რა ენერგიებში ვიქნებით და ამის მიხედვით გაითვალისწინეთ, რა შეიძლება მოიმოქმედოთ და რა შეიძლება რომ არ მოიმოქმედოთ და თავიდან აირიდოთ. ეს კვირა იქნება საკმაოდ ტრანსფორმაციული პირველ რიგში. მეორე რიგში ვიტყოდი, რომ იქნებოდა საკმაოდ რთული დასასრულები, მაგრამ ეს არ იქნება ის რთული დასასრული, რომელსაც უნდა მივტიროდეთ, იმიტომ რომ ის რაც ამ კვირაში დასრულდება, აუცილებლად მოიტანს ჰარმონიას, აუცილებლად მოიტანს რაღაც ისეთ მიზეზი რო გექნებათ, რომ აღნიშნავთ. იცადეთ, რომ მოედოთ კონფლიქტებს, იმიტომ რომ ემოციებზე აყვა უბრალოდ ნგრევას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე, გაითვალისწინეთ, რომ არ აყვეთ ემოციებს, არ შეინახოთ წყინა და ბრაზის გულში, უბრალოდ ეცადეთ, რომ იმედიტიროთ, გაუშვათ ეს ყველაფერი, სხვადასხვა პრაქტიკები ან ტექნიკები გამოიყენოთ ამისთვის და გაელოდოთ, როდის გაივლის ბნელი კორიდორი. ხო, ინფორმაციისთვის სანამ კომენტარებში დაიწერება, აქვე გეტყვით, რომ ბნელი კორიდორი 21 სექტემბერს სრულდება.